ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის ფილოსოფოსი ჰერაკლიტე წერდა ბრძოლის ველზე გასულ კაცებზე. ყოველი 100 კაციდან 10 საერთოდ არ უნდა იყოს იქ, 80 უბრალოდ სამიზნეა, 9 ნამდვილი მებრძოლია და გაგვიმართლა, რომ ისინი გვყავს, რადგან ბრძოლა მათით არსებობს, მაგრამ მათგან ერთი, მხოლოდ ერთია მეომარი. დევიდ გოგინსის ცხოვრების მიზანია გახდეს ზუსტად ის ერთი მეომარი, მისთვის მთავარია მუდმივი პიროვნულის და დიდი მიზნების დასახვა და მათი გაცამტვერება. გოგინსისთვის ეს არის დაუსრულებელი პროცესი. მისთვის ფინიშის ხაზი ცხოვრებაში არ არსებობს. წიგნი არის ერთგვარი მემუარი გოგინსის ცხოვრების პირველი ფაზისა. მეორე ნაწილიც აქვს ამ ტექსტს და პირველ ნაწილში აღწერილია თუ როგორ დაძლია უმძიმესი ცხოვრებისეული გამოწვევები, ცხოვრებისგან დარიგებული ბანქოს საშინელი პარტია სათავისოდ შემოატრიალა და თამაში გაიმარჯვა. ამ ეპიზოდში გაეცნობით იმ მიდგომებს, რომლითაც გოგინსი გახდა ის, ვინც გახდა. წარმატებული ენტერპრენერი და ძალიან წარმატებული სპორტსმენი. ცხოვრების ადრეულ სტადიაზე ის პრობლემების ბუკეტი იყო, უპერსპექტივო, უმიზნო ცხოვრება, ნული დისციპლინა, სუსტი დანებებისკენ მიდრეკილი აზროვნება. ის წერს წიგნის დასაწყისში, ნუ ინერვიულებთ, მარტო არ ახართ. თან მსოფლიოში, ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში, ქუჩებში მილიონობით ადამიანი დადის ზომბებით, მკვდარი თვალებით. კომფორტზე დამოკიდებული მსხვერპლის მენტალიტეტით და საკუთარი ჭეშმარიტი პოტენციალის გაუცნობიერებლად. ვიცი ეს, რადგან შევხვედრი ვარ და მათ შესახებ მუდმივად მესმის. თქვენსავით მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. გოგინსი არის ადამიანი, რომელიც ფსკერს შეეხო, თუმცა სისტემური მიდგომით მან ზედაპირზე ამოსვლა მოახერხა და ამ სისტემურ მიდგომას ეხლავე გავშლით. ცოტამ თუ იცის როგორია ფსკერზე ყოფნა, წერს გოგინსი, მაგრამ მე ვიცი, მცოცავ ქვიშას გავს, გიჭერს, გითრევს, არ გიშვებს. ასე ცხოვრებისას ადვილია ჩაიძირო და გამუდმებით ის კომფორტული არჩევანი გააკეთო, რომელიც გკლავს გზადაგზა. ამიტომ დავიწყე ტკივილის ძებნა, შევიყვარე ტანჯვა და საბოლოოდ საკუთარი ტავი პლანეტაზე ყველაზე სუსტი ნაბიჯვრიდან ყველაზე მაგარ კაცად გადავაქცი. ჭაობიდან ამოსვლის გოგინსისეული პირველი ნაბიჯია ყველაფრის დეტალურად აღწერა. სიტუაციის სახელდება. თუ გატკინეს ან კვლავ საფრთხის ქვეშ ხარ, ისტორია სრულად მოყევი. მიესი შენს ტკივილს ფორმა შეისრუტე მისი ძალა, რადგან ის დამპალი უნდა შემოატრიალო. კითხულს ურჩევს ეს ყველაფერი ფურცელზე ჩამოწერონ, ფურცელზე გადაიტანონ და მათ ფიქრებს ფორმა მისცენ. სიტუაციის გამოსწორების პირველი გზა ხო სიტუაციური სრული აღქმის უნარია. გაერკვე რა ხდება რეალურად ჩვენს გარშემო. გოგინსის შთაგონება მოხდა უნივერსიტეტის პირველ კურსზე, როდესაც უნივერსიტეტს სამხედროები ესტუმრნენ, რაც ღონისძიებები გამართეს. სწორედ აქედან მოიწამლა გოგინსი სამხედრო საქმით და გადაწყვიტა არმიის ელიტარულ დანაყოფში გაწევრიანებულიყო, მოხვედრილიყო. აქვე მოდის გოგინსის შემდეგი რეცეპტი, რომელსაც ანგარიში ვალდებულების სარკეს უწოდებს. მან მიზანი დაისახა საჰერო ძალების დანაყოფში მოხვედრილიყო. თუმცა საგრძნობლად ჩამორჩებოდა არმიის მოთხოვნებს, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური მაჩვენებლებით. იმ ღამით, შხაპის მიღების შემდეგ, ჩვენი დაჟანგული სააბაზანო სასარკიდან ორთქლი მოვწმინდე და კარგად დავაკვირდი. არ მომეწონა ის, ვინც უკან მიყურებდა. უმიზნო და უმომავლო დაბალბიუჯეტიანი ბანდიტი ვიყავი. თავს ისე სიზღნარევად ვგრძნობდი, რომ მინდოდა ამ ნაბიჯვრისთვის სახეში მუშტი მეთავაზა და მინდა დავემსხვრია. ამის ნაცვლად ლექცია წავუკითხე. დრო იყო რეალობისთვის თვალებში ჩამეხედა. ეს მოქმედება მისთვის რიტუალივით იქცა და რიტუალი მარტივია. ყოველ საღამოს სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვეკითხები, რა გავაკეთე დღეს ჩემი მიზნის მისაღწევად. საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. გოგინსი ამბობს, დროა თვალებში ჩახედო საკუთარ თავს. გახდე გულწრფელი და რეალობას თვალი გაუსწორო. ეს არ არის სიყვარულის ტაქტიკა, თვით სიყვარულის ტაქტიკა. ვერ მოიტყუები, ნუ მოეფერები შენს ეგოს. ეგოს განადგურება და პირველი ნაბიჯის გადადგმა გჭირდება, რომ შენი თავის ნამდვილი ვერსია გახდე. ნუ როგორც იქნა ის არმიაში მოხვდა, საჰაერო ქვედანაყოფში პარალელურად კი სადეზინფექციო სამსახურში მუშაობს, ვირთხებსა და ხოჭოებს დასდევს რესტორნებში. აქ
შემდეგი საინტერესო თემა იკვეთება. გოგინს აღმოაჩინა, რომ მას აქვს დანებებისკენ მიდრეკილი აზროვნება. რაღაც სამედიცინო შემთხვევა მოხდა არმიაში და იქიდან პაუზის აღება მოუწია. მაშინ სანამ როდესაც ეს შემთხვევა მოხდებოდა, ისედაც აპირებდა არმიიდან წამოსვლას. რთულ ვარჯიშებს ვერ უკაჩავდა. ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიცაც პროგრამიდან გარიცხეს და დოკუმენტში მიზეზად სამედიცინო თემა წერია. თუმცა გოგინსი წერს, რომ ვიცოდი ეს ტყუილი იყო. ვიცოდი, რომ დამნებებელი ადამიანი ვიყავი და შიშს მივეცი უფლება ჩემი მომავალი განესაზღვრო. თანებებისკენ მიდრეკილი აზროვნება გავრცელებული მოვლენაა. შესაძლოა ადამიანი წამოწყებულ საქმეს შუაგზაში ტოვებდეს, თითქოს მობეზრდა, თითქოს აღარ აინტერესებს. გულისიღრმეში კი უბრალოდ დანებდა, თუმცა ამის აღიარება არავის უყვარს. გოგინსი მაინც არ ჩერდება. საჰაერო ძალებიდან წამოვიდა, თუმცა გადაწყვიტა საზღვაო ძალების ელიტურ ქვედანაყოფში მოხვდეს. საზღვაო ლომებს რომ ეძახიან. იქ მოსახვედრად 6 თვიანი საშინელი გამოცდაა ჩასაბარებელი, რომელიც შედგება ჯოჯოხეთის კვირებისგან, ესე ქვია. თან ამას ის ემატება, რომ 3 თვეში დასაკლები აქვს 50 კილოგრამამდე. სხვაგვარად ის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და დანაყოფში არ აიყვანენ. გოგინსი აქ ისევ გამოსავალს პოულობს, მან უკვე იცის, რომ დანებებისკენ მიდრეკილი აზროვნება აქვს და სირბილი როდესაც დაიწყო წონის დასაკლებად. აწერს, რომ პირველ ვარჯიშზე 400 მეტრი გავირბინე და თავბრუ დამეხვაო. შემდგომ ის ნელ-ნელა მეთოდურად ზრდის დატვირთვას. მაშინ გავაცნობიერე პირველად, წერს გოგინსი, რომ ყველა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვა არარეალურია და რომ მე ძალიან ადრე დანებების ჩვევა მქონდა. ამასთანავე ვიცოდი, რომ გამბედაობისა და სიმტკიცვის ყველა ზომა დამჭირდებოდა რისი მოკრებაც შემეძლო, რათა შეუძლებელი განმეხორციელებინა. აქედან გამომდინარე, მან ერთი კანონზომიერება აღმოაჩინა. კომფორტის ზონაში, როდესაც რჩება, ყველაფერი თავზე ენგრევა, კომფორტის ზონიდან თუ გამოდის, ყველაფერი წესრიგს უბრუნდება, პარადოქსია, თუმცა ასია. ამასთან ერთად მას შემოაქვს შესანიშნავი კონცეფცია, რომელიც მის გიჟურ და კონკურენტულ ბუნებას ნათლად წარმოაჩენს. ამ კონცეფციას მან სულების წართმევის კონცეფცია დაარქვა. ესაა ინსტრუმენტი, რომელსაც გოგინსი მიმართავს კონკურენციაში ყოფნისას, ან ცხოვრებისეული დაბრკოლებების დასაძლევად. ის სულს ართმევს მის კონკურენტებს და დაბრკოლებებს. გოგინსის მიზანია, ვისთანაც არ უნდა გქონდეს საქმე, ვაიძულოთ ისინი უყურონ თუ როგორ ვაღწევთ წარმატებას და ვაკეთებთ იმას, რასაც ისინი ვერ ასოდეს შეძლებელი. გიჟური იდეა, თუმცა საინტერესო. გოგინს მტკიცედ სჯერა გონების გაკაჟების. მისი აზრით, როგორც ხელებზე გამოდის კოჟრები მძიმე ვარჯიშისას, ზუსტად ასევე კაჟდება ადამიანის გონება, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით ტვირთულობს რთული საქმეების კეთებას. ბრძოლის ქარცეცხლში გაკაჟებულ გონებაზე დაყრდნობამ შეიძლება თქვენი აზროვნება შეცვალოს, ამბობს ის. იმის გახსენებამ, რაც გადაიტანეთ და როგორი გააძლიერა მან თქვენი აზროვნება, შეიძლება უარყოფითი აზრების ციკლიდან ამოგიყვანოთ და დაგეხმაროთ გვერდი აუვაროთ დანებების დამასუსტებელ ერთწამიან იმპულსებს, რაც დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. არ უნდა დაუშვათ, რომ თქვენი ეჭვი პილოტის სავარძელში აღმოჩნდეს. ეს მეტაფორა ძალიან მომეწონა. შეგიძლიათ ეჭვი მეორე ხარისხოვან მძღოლად აიტანოთ, გოგინსი ამბობს, მაგრამ თუ მას პილოტის სავარძელში ჩასვამთ, დამარცხება გარანტირებულია. საბოლოოდ გოგინსი ახერხებს საზღვაო ლომების დანაყოფში მოხვედრას. ამ დანაყოფში, როგორც ვთქვით, საკმაოდ რთულია მოხვედრა, 200 კაცი თუ აპარებს 6 თვიან პროგრამაზე, საბოლოოდ 30 თუ გადის ფინიშზე. და როგორც თავად აღნიშნავს, ამ პროცესმა ის ტკივილის დოქტორის ხარისხით შემოსა და გახადა ყველაზე მახვილი ხმალი, რაც კი ოდესმე გამოჭედილა. აქ გოგინსი ერთ გადამწყვეტ დაკვირვებას აზიარებს. გამოცდების პროცესში მან ნახა უამრავი ადამიანი, რომელიც ნებდება და გამოცდა ბოლომდე ვერ მიჰყავს. გოგინსის აზრით ეს ხალხი რეალურად გონებრივად დანებდა და არა ფიზიკურად, ხოლო გონებრივი დანებება გამოცდის დაწყებამდე მოხდა. ისინი თამაში უკვე დანებებისკენ მიდრეკილი აზროვნებით ჩაეფნენ. შემდეგი გოგინსესიული კონცეფცია გახლავთ ორცხობილების ქილა. ეს სახელი მას ბავშვობიდან აქვს აღებული. ეს არის სისტემურად შექმნილი არქივი გონებაში, რომელსაც მაშინ სტუმრობს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება.
ორცხობილების ქილა გახდა კონცეფცია, რომელსაც ვიყენებ, როცა მჭირდება შეხსენება იმისა, ვინ ვარ და რისი კეთება შემიძლია. ორცხობილების ქილა ჩვენში ყველაში დევს, რადგან ცხოვრება ისეთია, როგორიც არის და ყოველთვის გამოცდას გვიწყობს ხოლმე. ორცხობილების ქილაში მოთავსებულია ის მოგონებები, როდესაც ცხოვრებისეული გამოწვევები ღირსეულად დაუძლიეთ და თუ საკუთარ თავში ეჭვი შეგვეპარა, ამ ქილას მივადგებით და ის გაგვახსენებს სინამდვილეში რა შეგვიძლია. ადამიანის სხეულს შეუძლია გაუძლოს და შეასრულოს ჯოჯოხეთურად მეტი, ვიდრე ჩვენს უმეტესობას გონია შესაძლებელი, ამბობს გოგინსი. და ყველაფერი გონებაში წყდება, გონებაში იწყება და გონებაში მთავრდება. წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა შემდგომ ულტრამარათონებს. გოგინსი ელიტალური სპორტსმენია, ამ მიმართულებით მას ასობით ულტრამარათონი აქვს დასრულებული დაუჯერებული რეკორდებით. მისი პირველი ულტრამარათონი იყო 162 კილომეტრის გარბენა, რომელიც ყოველგვარი მომზადების გარეშე გააკეთა. ამ პირველი გარბენიდან მან ფასდაუდებელი გაკვეთილი მიიღო. ცუდი მომზადებით თუ პირველი ულტრამარათონი შესანიშნავად დაძლია, მაშინ იდეალური მომზადების პირობებში რისი გაკეთება შეუძლია, სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. და ამ შეკითხვამ, ესე იგი სამსახურის შესახებ ესეთი შეკითხვა გამიჩინა. ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი შესანიშნავ შედეგს დებს იმ სამსახურში, შესანიშნავად მუშაობს იმ სამსახურში, რომელიც უკვე მაგრად აღარ მოსვანს და ეზიზღება. და წარმოვიდგინეთ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ იმ საქმეს გააკეთებს, რომელიც რეალურად უყვარს. ასევე ეს უნდა ვახსენოთ, რომ ზოგიერთ ავტომობილს მანქანას აქვს სიჩქარის შემზღუდველი. ეგრეთ წოდებულ აგრანიჩი წელს რომ ეძახიან. გოგინსის აზრით ადამიანთა უმეტესობას ეს შეზღუდვა ტვინში აქვს შაშენებული და მისი მოხსნაა საჭირო. ის წერს: მთავარი მიზანი თქვენი გონების მარეგულირების ნელ-ნელა მოხსნაა. პირველ რიგში მოკლე შეხსენება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი. 1999 წელს, როდესაც 135 კილოგრამს ვიწონიდი, პირველად 400 მეტრი გავირბინე. მოდი გადავინაცვლოთ 2007 წელში, როდესაც 39 საათში 330 კილომეტრი უწყვეტად ვირბინე. აქამდე ერთ დღეში არ მივსულ ვარ და არც თქვენგან ველი ამას. თქვენი საქმე ისაა, რომ თქვენი ჩვეული შეჩერების წერტილი გადალახოთ. ასევე გოგინსი ბევრს საუბრობს ვიზუალიზაციის ტექნიკაზე. ისე და ისევ აქ ერთი პატერნი გვხვდება სპორტსმენებში. ამ ტექნიკას ბევრი იყენებს, განსაკუთრებით სპორტში. დორიან იეციც იგივეს აკეთებდა, ალექს ჰონოლდიც საუბრობს ვიზუალიზაციაზე. წინა ეპიზოდებში ჩვენ ეს ხალხი დავფარეთ. კიდევ ერთ შესანიშნავ კონცეფციას ვაწყდებით. საზღვაო ლომებიდან რომ წამოვიდა, რეინჯერთა ელიტარულ ქვედანაყოფში მოხვდა. ეს ჩემი საყვარელი ადგილია რა. სადაც ასევე ტანჯვა-წვალებით რეინჯერებში გაწევრიანდა მოკლედ რა. და ამ დანაყოფს ახასიათებს ის, რომ იქ წოდებები, სამხედრო წოდებები არ არსებობს. გენერალი მიხვედი თუ უმცროსი ლეიტენანტი ყველა ერთია. და გოგინს შემოაქვს ესეთი იდეა: ნულიდან დაწყების აზროვნების წესი. ეს კონცეფცია მიყვარდა, წერს გოგინსი, რადგან ის აგზავნიდა შეტყობინებას, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მიღწევები ვქონდა გარე სამყაროში, რეინჯერებისთვის ჩვენ არც არაფერი ვიყავით. ეს მეტაფორა საკუთარი თავისთვის ავიღე, რადგან ეს ყოველთვის და სამუდამოდ მართალია. მიუხედავად იმისა, თუ რას მივაღწევთ თქვენ და მე, სპორტში, ბიზნესსა თუ ცხოვრებაში არ გვაქვს უფლება კმაყოფილები ვიყოთ. ცხოვრება მეტისმეტად დინამიკური თამაშია, ან ვუმჯობესდებით, ან ვუარესდებით. ნულიდან დაწყება არის აზროვნების წესი, რომელიც ამბობს, რომ ჩემი მაცივარი არასდროსაა სავსე და არც იქნება. საქმე სუსაკეთებელია, ფინიშის ხაზი გოგინსისთვის არ არის. ეს არის თამაში, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს და არ იხურება. ასევე გოგინსი ბევრს საუბრობს მარცხის შესახებ. მისთვის მარცხი საჩუქარია. ის ეძებს მარცხს. ცხოვრებაში არ არსებობს ისეთი უგულებელყოფილი ან გარდაუვალი საჩუქარი, როგორც მარცხია. ეს საკმაოდ ბევრჯერ მომსვლია, წერს ის, და მისი დაფასება ვისწავლე, რადგან თუ სასამართლო ექსპერტიზასავით მიუდგები, იპოვით მინიშნებებს იმაზე, თუ სად უნდა შეიტანოთ კორექტივები, როგორ შეასრულოთ საბოლოოდ თქვენი ამოცანა. მარცხის შემდეგ ის მოგვიწოდებს საკუთარი თავი რენტგენში გავატაროთ, სპეციალურად გამოვყოთ დრო და დავფიქრდეთ, რა ვისწავლეთ მარცხიდან. ეს არის ფასდაუდებელი ცოდნის საბადო, ჩაღრმავება მარცხში.
და ბოლო და ასევე ძლიერი კონცეფცია რა იქნებოდა თუ. რა იქნებოდა თუ არის ძალა და ნებართვა რომ პირისპირ შეხვდეთ თქვენს ყველაზე ბნელ დემონებს, თქვენს ყველაზე უარეს მოგონებებს და მიიღოთ ისინი როგორც თქვენი ისტორიის ნაწილი. თუ და როდესაც ამას გააკეთებთ, შეძლებთ ისინი საწვავის ფუნქციით გამოიყენოთ, რომ ყველაზე გაბედული, უჩვეულო მიღწევა წარმოიდგინოთ და გამარჯვება მოიპოვოთ. ბოლოს, რაც გოგინსის ისტორიიდან რჩება, ძალიან მარტივია. პრობლემა არც გარემოა, არც მძიმე ბავშვობა, არც პირობები, არც გენეტიკა. პრობლემა არის რამდენად ვართ მზად საკუთარ თავს დავუპირისპირდეთ და გავიმარჯვოთ. გოგინსი განსაკუთრებული იმით არ გახდა, რომ ძლიერი დაიბადა. ის განსაკუთრებული გახდა, იმიტომ რომ არ გაიქცა საკუთარ სისუსტეებს. და ეს არჩევანი ყველას წინ დგას, ყოველდღიურად, ყოველწუთიერად. შეგვიძლია დავრჩეთ იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ, კომფორტულად, მაგრამ გაუცნობიერებლად. ან შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც გოგინსი აკეთებდა. შევხედოთ საკუთარ თავს და პირდაპირ ვკითხოთ, სინამდვილეში რისი შემძლე ვართ.